შესაძლებლობა ეძლევა მთელ ქვეყანას, რომ თვალყური ადევნონ იმას, რასაც ახალ მესახეს არ დავარქმევ, იმიტომ რომ მე მგონი ყველა თავისთვის გააკეთებს დასკვნას. უბრალოდ ძალიან კიდევ ერთხელ შემაშფოთებელი არის და ალბათ თვალხილული უკვე ყველასთვის რატო კეთდება ეს ყველაფერი ესე გაშმაგებულად? არა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამო. არა, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერში არ არის საკვანძო ფიგურა, ხო? თუკი ჩვენ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას ბატონი გავრილოვისას გავეცნობით, რომელიც პირდაპირ ითხოვს დეპუტატების დასჯას, ხო? მოსკოვიდან, რუსეთის დედაქალაქიდან, პუტინის მარჯვენა ხელი, მივხვდებით რაშია საქმე. მივხვდებით რასთან გვაქვს საქმე. ხო? და პუტინის ხელის ბიჭი ბიძინა ივანიშვილი თავის მხრივ, ეხლა როგორ არის იცი? ბიძინა ივანიშვილი არის მონომორჩილებაში პუტინთან. იმიტომ რომ მას თავის მხრივ ყავდეს სხვები მონომორჩილებაში. და ბიძინა ივანიშვილის მონომორჩილებაში მყოფი ადამიანები იხედავთ სხვადასხვა უწყებებში და მათ შორის პარლამენტში რას აკეთებენ, ხო? თქვენ თუ გონიათ რომ შემთხვევით გავრცელდა ეხა აი აქ ყველაფერი რაც ხდება პარლამენტში და შემთხვევით გავრცელდა განცხადება გავრილოვის და დასაჯის დეპუტატებს ძალიან ვწდებით. მაგრამ ეს დღეს ხوار დაწყებულა ეს აწრეულებია მიმდინარეობს და რამდენჯერაც სადა რუსეთმა თავისი იმპერიალისტური რაღაცა ამოცანების შესრულება იმდენჯერ წაემტრია კისერი ზოგჯერ მტკინეული იყო ჩვენთვის ანუ ქვეყნისთვის ზოგჯერ უფრო მტკინეული ზოგჯერ ნაკლებად მტკინეული მაგრამ მადლობა ღმერთს რომ 2019 წელს ინფორმაციულ ვაკუუმში არ ვართ და ყველანი ძალიან სწორ დასკვნებს გავაკეთეთ. მეტი რა უნდა თქვა ეხა ოხანაშვილზე ძალიან თქო არ მალაპარაკოთ და ყაველაშვილზე და I am ვინ ვიზე კიდე მათიკაშვილზე და ასე შემდეგ. ესენი არიან აი გულახდელის შეურაცხყოფის გარეშე ჭანჭიკებიც არ არიან იმ მექანიზმში რაშუაშია სადაც ბატონი პუტინი და მერე მისი ასე ვთქვათ ადეპტი და წარმომადგენელი ამ საოკუპაციო ძალების ივანიშვილი არის ამ არიან ავტორები ამ შეთანხმების რაშუაშია მათიკაშვილი და ესენი ამაზე ძალიან ვთხოვთ არ დამოსვათ კითხვა შეიძლება მოწოდება თქვენი მხრიდან რომელიც საჭიროება თქვენ მომისვენეთ ერთი წუთი ყოველ პატივისცემის დაფიქსირებით რა ახლა მე რაც ვთქვი რა ხდება? ფართოდ დავინახოთ რა ეს სურათი, ხო? ეხლა ამ კითხვაზე პასუხი როგორ გაგაქცეთ? ან რომელიმე სხვა კითხვაზე პასუხი როგორ გაგაქცეთ? გაიცანით? თუ ვერ გაიცანით, გაიცნობით, ხო? შეიძლება სანამ შემოვბრძანდებოდით, მანამდე გავრცელდა და ვერ მოასწრეთ ჯერ წაკითხვა. ხო, ნათელია რა ხდება და აი ამ დეტალებზე ეხლა დესკრიფციულ საუბარს არ ვაპირებ, იცით რა, ის მარცხნივ წავიდა და მარცხნივ რომ მიდიოდა ამ დროს მარჯვნივ მოსიარული მამაკაცი სიგარეტს ეწევოდა და შემდეგ. ეხლა ამაზე არ ვისაუბრებ რა, ვინ რა თქვა. სხვა რამე ხდება ხალხო აქ, სხვა რამე და ძალიან ვთქვათ ეს ყველაფერი დავინახოთ მასშტაბში და ფართო სურათში. ელოდებით თუ არა რომ დაგაკავებენ ბატონიკა დღეს. ნუ არც ამაზე ვაპირებ კომენტარის გაკეთებას ხალხო, მთავარი რამ ხდება. ეხლა ეს ყველაფერი დეტალებია, აი როგორ ესით საინტერესო დეტალებია, მაგრამ უნიშნულო დეტალებია. საერთოდ რო არ იყვნენ მოწვევები, რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ რო არ იყოს სასამართლო ჩვეულებრივად, ეხლა აქამდე რო ამ წუთამდე რო აქ ვარ და ეხლა ხელბურკილები აქამდე რო არ დამატეს, ეს გასაკვირია. ეხლა ყველაზე ცოდო, ვინც არის, ყველაზე რთულ მდგომარეობაში ვინც არის, სიმართლე გითხრათ, არის ეს ივანიშვილი, ბიძი. ყველაზე რთულ მდგომარეობაში არის ბიძინა ივანიშვილი, არა იმიტომ რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წინააღმდეგ წავიდა, არა სხვა გზა სარუტოვებს პუტინი. და აკეთებს იმას, ისი გაკეთებას შესაძლებელია მასაც არ უნდა ეს რა ხდება? ხო აი დაჩქარებულად, ფორსირებულად 8 საათზე, 9 საათზე შეიკრიბე. ეხლა მოვიდნენ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენას აწარმოებენ და მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, ანუ მასალა არა აქვს გადაცემული ადვოკატისთვის, ხო? და ასე შემდეგ. მოჩა რა გათხოვა. გეხვეწები, თქვენი შემოგევლოთ. აი კი მაინც იქ მივდივართ, სხვა დროს, მაინც ჩემთვის იმიტომ კი არ არის თავარი კითხვა, როგორ არის ხალხო, თავარი კითხვა, თქვენ თავარი კითხვა ტელეკომპანია იმედისაც, რუსთავისაც, არ ვიცი, პირველისაც, კავკასიისა, რადიო თავისუფლებისა და პოსტივისაც კი. ხო, და პირველი ახსენს უნდა იყოს რასთან გვაქვს საქმე
გავრილოვი რატო არის აქტიური ახლაც ვიდრე ჩვენ საუბრობთ ჩემი აზრით ეს არის თავარი კითხვა თორე ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი რომელმაც გენერალური პროკურორი დაირქვა სახელად ხა ის რას ამბობს თავარი როგორ არის საერთოდ უმნიშვნელოა დიდი მადლობა დიდი აუცილებლად შევდივართ სესეს დიდი მადლობა ბატონო რომელმა თქვა გოცირიძე გენიალური რაღაცა თმის ღერი არ ჩამომორდება თავიდან ესე არის ეს ვიცი ზუსტად